Binachet 20 საათიან მოამბეში. მადლობა, ეს ნიკა მუკბანიანი იყო. რა შედეგი მივიღეთ პეკინის ქუჩის გასამხრივებით? თბილისში წელს განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის გავლენაზე სატრანსპორტო ნაკადებზე მოქალაქეებში აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ პეკინზე დაწესებული რეჟიმის გამო სხვა ქუჩები უფრო მეტად გადაიტვირთა და საცობებიც გაიზარდა. ნაწილი კი პირიქით განტვირთვაზე საუბრობს, ოღონდ პეკინის ქუჩაზე. მოქალაქეების, ექსპერტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციები გვანცა გავაშელმა გაარკვია. ეს პეკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ახლა პიკის საათი არ არის, მაგრამ მოძრაობა მაინც გადატვირთულია. რამდენიმე საათში აქ ისევე როგორც თბილისის სხვა უბნებში, საცობები თბილისელთა მთავარ პრობლემად იქცევა. მოსახლეობის ნაწილი ამ ფაქტს პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას უკავშირებს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ სქემის ამოქმედების შემდეგ პეკინის მიმდებარე ვიწრო ქუჩები გადაიტვირთა. პეკინზე არის ხოლმე ხან-ახან მაინც საცობები, ეს მგონი გასამხრივებასთან არ არის დაკავშირებული, იმასთან არის დაკავშირებული, რომ ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა ჭავჭავაძის გამზირზე საღამოს შეინიშნება ხოლმე, სადაც მე მიწევს მოძრაობა, საბურთალოს ქუჩაზე, თუნდაც პეკინზეც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ გაცალმხრივდა. დატვირთული მოძრაობა არის, გმირთა მოედანი, კოსტავაზე, გარკვეული ნაწილი. სააკაძის მოედანი. სააკაძის მოედანზე არის, სანაპიროზე ხიდებთან არის, პეკინზე ისევ არის. ყველაზე მეტი ალბათ საბურთალოს მხარესაა გადატვირთული, იმიტომ რომ რაღაც პეკინი გახდა სამხრივი, იმის მერე ალბათ უფრო საცობები შეიძლება. სპეციალისტთა ნაწილი დედაქალაქის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტს სკეპტიკურად აფასებს. დავით მესხიშვილის განცხადებით, მასშტაბური სატრანსპორტო ცვლილებები წინასწარი კვლევის გარეშე ჩატარდა და მან ვითარება არა მარტო საბურთალოს, არამედ სხვა უბნებშიც დაამძიმა. არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის გამგეობის თავმჯდომარე გამოსავალს მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებასა და ფასიანი პარკირების სისტემის შემუშავებაში ხედავს. ეს შეეხო ვაკის რაიონსაც და შეეხო დიდუბის რაიონსაც. ანუ ეს საგზაო მოძრაობაზე ცვლილებები დავინახეთ ჩვენ ამ ორ რაიონშიც. მერიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ არც ერთი კვლევა არ იქნა წარმოდგენილი, არ იქნა დათვლილი საავტომობილო ნაკადები, რა აჯობებდა და როგორ და რეალურად გარისკა. ადამიანები აჩერებენ არასწორად, საცობები იქმნება, ექმნება პრობლემები, როგორც კერძო ავტოტრანსპორტს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამის აღსრულება უნდა მოხდეს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებისას საცობების განმუხტვის მხრივ მნიშვნელოვანი მოლოდინები არ ჰქონიათ. მამუკა მუმლაძე მიიჩნევს, რომ საცობების მთავარი მიზეზი ავტომობილების მოჭარბებული ნაკადია. ტრანსპორტის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ დღეს მათ მოძრაობის დარეგულირება მექანიკურად უხდებათ. წელიწად ნახევარში კი დედაქალაქის ტრანსპორტის მოდელირების ელექტრონული პროგრამა იქნება, რომელიც გზებზე მოძრაობას მოაწესრიგებს. დედაქალაქის მერია სხვა ინიციატივებზეც მუშაობს. შესაძლოა ქალაქს ახალი ბასლაინები დაემატოს. ესაა ზოლი, რომელზეც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და მასზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია. რუსთაველიდან ჭავჭავაძის მიმართულებით ავტობუსი რომ გადაადგილდეს, ამისთვის უნდა ჩავიდეს გმირთა მოედანზე და ვარაცხევით ამოვიდეს, ხო? ანუ ჩვენ მინდა გავაკეთოთ, რომ პირდაპირ მელიქიშვილის ქუჩაზე გამოვიდეს ხაზი ავტობუსის და მხოლოდ ავტობუსი შეეძლოს, რომ პირდაპირ გამოვიდეს, როგორც გორგახტის ქუჩაზე არის გაკეთებული მაგალითად. ანუ ეს არის ის, რომ ადამიანებს ჩვენ დავანახოთ, რომ თქვენ თუ უწინ იყიდეთ ავტომობილები, იმიტომ რომ ვერ გადაადგილდებოდეთ ამ პუნქტამდე სწრაფად და დღეს ესეთი სურათი შეიქმნება ზუსტად, ავტობუსი გადაადგილდება სწრაფად, მაგრამ კერძო ავტომობილებს მოუწევთ შეფერხებით გადაადგილება. იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მოსახლეობა კი ავტომობილებიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასვლას არ ჩქარობს, თბილისის მერიის ნაბიჯებს საცობებთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მოაქვს. ავტობუსების პარკის გაზრდა 600-დან 800 ერთეულამდე. ეს ის სიახლეა, რომელმაც მერიის გეგმით მომავალ წელს საცობების პრობლემა უნდა შეამსუბუქოს. თუმცა ავტოპარკის ყოველწლიური 10%-იანი ზრდის გათვალისწინებით პრობლემა სავარაუდოდ მომავალ წელსაც აქტუალური იქნება. საქართველოში წელს ტურისტების რაოდენობა 28.8%-ით გაიზარდა, ხოლო